რევოლუცია სიტყვა, რომელზეც ქართული ოცნების პროპაგანდა უკვე წლებია არის აგებული, დღეს სხვაგვარად წარმოგვიდგინა ოპოზიციამ და მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, ამბობენ, რომ დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი გაერთიანება, მათი შეკრება და ერთი კონკრეტული იდეის გარშემო კონსოლიდაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებულები არიან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოდიოდეს დედაქალაქის მთავარ გამზირსა და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოსახლეობა, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ 4 ოქტომბერზე. ამბობენ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ქართული ოცნება პოლიტიკური თვალსაზრისით დასრულდება. ამბობენ, რომ ამ ბრძოლამ შეძლო გააერთიანა განსხვავებული ხედვების, იდეების მქონე ადამიანები და რა თქმა უნდა, ძირითად აქცენტს ასევე აკეთებენ იმაზე, რომ შესაძლებელია რიგ საკითხებთან მიმართებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა როდესაც საქმე ეხება საქართველოს პროევროპულ მომავალსა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ დასავლურ რელსებზე დაბრუნებას, ისინი ამ ღირებულების გარშემო ყოველთვის თანხმდებიან. ამიტომ მოუწოდებენ ყველას, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, არ მივიდნენ არც ერთ უბანზე 4 ოქტომბერს და გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყნის ბედი არა რომელიმე საარჩევნო უბანზე, არამედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ანუ იმ ადგილზე წყდება, სადაც მართლაც არაერთხელ შეცვლილა საქართველოს ბედი და მომავალი. 4-ში ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე და ერთად უნდა გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. თუ ვიქნებით ერთად, ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ახლა არ არის დაყოფის დრო. ახლა არ არის ვიწრო პარტიული ამბიციების დრო. ახლა არის ერთობის დრო და დიახ, 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ აქ. მეგობრებო, 4 ოქტომბერი ვერ იქნება ჩვეულებრივი რიგითი აქცია. 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, როდესაც ქართველი ერი სილას გააწნის რუსულ რეჟიმს და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას. მთელი ივლისი, მთელი აგვისტო სხვადასხვა ქალაქში, სოფელში, ეზოში, უბანში ხალხის განწყობა. ჩემი ყველა სიტყვა უკავშირდება საზოგადოების განწყობას. ხალხი მზად არის მშვიდობიანი რევოლუციისთვის. ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს აბსოლუტურად მშვიდობიანად დავამხობთ ივანიშვილის რეჟიმს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ვინმე კი არ გააკეთებს. ქართველი ხალხი გააკეთებს. ქართველ ხალხს აქვს მზაობა ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუციის. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელსაც არ კონდეს პროტესტის გზნობა, რომელიც არ გზნობდეს, რომ ცვლილებები გადაუვალია. დღეს აქ შევიყარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგვირდით, რომ გავაერთიანებდით ხალხს. აი ბატონო, ერთიანობა თუნდაც საჭირო ყოფილა და შესაძლებელი ყოფილა. ელოდებით ყველას 4 ოქტომბერს. ბოლო უნდა მოუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემართა ჩვენ ქვეყანას. ეს უნდა მოეღოს ბოლო 4 ოქტომბერს. 16 საათზე აქ რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. როგორც აი მოქალაქე, როგორც ამ ხალხის მეგობარი, თქვენი მეგობარი ყველასი, რა ვიცი, მე ვფიქრობ ეს არანორმალური სიტუაციაა და რა ვიცი, ეს დროზე უნდა შეიცვალოს. მშვიდობიან რევოლუციას, რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ამაზე საუბრობენ სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს და საკუთარ ოჯახებზე გამოსცადეს ქართული ოცნების სისასტიკე. ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ქართული ხალხის გაერთიანება, ძირითადი და ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო კონსოლიდაცია. ამიტომ ისინი ახლა ისე როგორც არასდროს ელოდებიან ყველას 4 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარ გამზირზე და რაც მთავარია, მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ ახლა არ არის პარტიული შეხედულებების დრო, ახლა არ არის კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის დრო, რადგან მაშინ, როდესაც ამდენად რთულ და ჩიხურ მდგომარეობაშია შესული ქვეყანა, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სწორედ მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში და ქართული ოცნება მშვიდობიანი გზებით დემოკრატიულად და ისე არაძალადობრივად დაიმხოს, როგორი არაძალადობრივიც იყო ის აქციები, რომლებიც მიმდინარეობდა ნოემბერსა და დეკემბერში დედაქალაქის მთავარ გამზირზე და რომელიც დღემდე გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სადაც გამოდიან ყოველდღიურად პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები და საკუთარ ურყევ ევროპულ ნებას ადესტურებენ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთადერთ ხსნას ველოდებით 4 ოქტომბრიდან. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რომელი პარტია იქნება, რისი წარმომადგენელი იქნება. ჩემთვის აღარაფერს აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. ჩემთვის ერთადერთი გზა და ხსნა სულ ყველა დიდი და პატარა იდგეს აქ რუსთაველზე. სანამ დავიქცევით, სანამ დავკნინდებით, სანამ თლად ჩავიძირები,
მანამდე 4 ოქტომბერს გავიღვიძოთ, დავდგეთ ერთად სულ და გავიდეთ ბოლოში. ბრძოლა ბოლომდე. ეს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია, სადაც არც ერთ აქტივისტს არ ექნება ხელში იარაღი, არ ექნება ხელში რამე ბლაგვის საგანი, არაფერი. ხელში ჩვენ გვექნება ულამაზესი ქართული დროშები. 4 ოქტომბერი არის თარიღი, რომელსაც ველოდებით ყველა, როდესაც ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ის, რაც გვევალება, რომ გავაკეთოთ. შედეგიც გამოჩნდება აუცილებლად და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ შემთხვევაში ყობახიძეს ნამდვილად მოვაწეინებთ ხელის გადადგომის განცხადებას. ცხელი შემოდგომის დაანონსებული ცხელი შემოდგომის პირველივე კვირას უკვე მკაფიოდ არის გამოკვეთილი ის კონტურები, თუ როგორ აპირებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და გააცნობიერონ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლის ერთადერთი ადეკვატური და ლოგიკური გზა არის ის, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და სწორედ ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი დღეს არ გაიღვიძებს ქვეყანა და დღეს არ დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, ხვალ უკვე ძალიან გვიანი იქნება.